20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება გარემოებები, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის მიღებას აფერხებდა, აღარ არსებობს. რა საფუძველი აქვს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ამ განცხადებას და რა როლი ითამაშა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დროულ დასრულებაზე. 20-30 შეკითხვებს სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს. ქალბატონო სალომე, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით და ვამჩნევ რომ გენდერული ბალანსი იცვლება ნელ-ნელა და ძალიან პოზიტიურად. ქალბატონო სალომე, ლიბეს კომიტეტის გადაწყვეტილება შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით უკვე შეფასდა როგორც ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებისკენ. საინტერესო არის თვითონ პროცესი, როგორ აისახება ეს საქართველოზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი არის, იმიტომ ეს არის და რატომ არის მნიშვნელოვანი? დაახლოება ევროპასთან, ანუ შეუულებრივი ადამიანისთვის, მისთვის გამარტივება ყველა იმ გადაადგილების, რომელიც მას სჭირდება, თუნდაც საქმეში, ბიზნესისთვის, ეს ყველაფერი არის ძალიან საჭირო ყოველდღიურობაში ვიტყოდი და იმ ადამიანებისთვის, რომელსაც აინტერესებთ ევროპა არ იყოს მხოლოდ რაღაცა აბსტრაქციული ტერმინი, არამედ ნახონ რეალობაში, რას ნიშნავს ეს ევროპა, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ მაინც უნდა შევინარჩუნოთ რაღაც სიფრთხილე, რადგანაც ჩვენ თუ უახლოვდებით ამ პროცესის ბოლო ნაწილს, ჩვენ არა ვართ ჯერ გასული ბოლოში. რა მიმართულებით უნდა, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე? იმიტომ რომ ეს პროცედურები ამ დღევანდელი გუშინდელი უпростоრედ გადაწყვეტილებები და ის რასაც ველოდებით პარლამენტისგან რომ კენჭი უყაროს და ეს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია მაინც ტოვებს ერთ ნაბიჯს კიდევ რომელიც არის შემდეგ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება რომელიც არის პოლიტიკური ნების გამოხატვა აქ უკვე აღარ ვლაპარაკობთ პროცედურებზე, რომელიც ყველა გავიარეთ და საქართველოს ყველაფერი დააკმაყოფილა და ჩვენ ვართ გასული, ანუ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და მხარდაჭერა მივიღეთ სრულიად იმ ინსტანციების, რომლებიც ბრიუსელში წყვეტენ ამ საკითხებს, მაგრამ მე რჩება პოლიტიკური ნება იმ წევრ ქვეყნების რომელიც არიან დღეს ამ გადაწყვეტილების წინაშე, ანუ მათ როგორ ფიქრობთ არსებობს დღეს პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით? რას უნდა ველოდოთ? არ ვიცი, იმიტომ ამ ქვეყნებს აქვთ შიდა პრობლემები, ყველამ ვიცით მიგრაცია თუ რა პრობლემას წარმოადგენს ყველა ამ ქვეყნებისთვის, ვიცით რომ დიდ ნაწილს ამ ქვეყნებიდან აქვთ არჩევნები მომავალ წელს, საფრანგეთს, გერმანიას, მათ შორის და ამდენად ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ვერავინ ვერ იტყვის წინასწარ რომ გადაწყვეტილება მიღებულია. პოლიტიკური გადაწყვეტილება დანარჩენი კიდევ ერთხელ პროცესი დამთავრებულია, ანუ უბრალოდ დამთავრდება, როცა პარლამენტი კენჭს უყრის ამ შეთანხმებას შეჩერებაზე. რა საკითხები შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის ხელისშემშლელი? არსებობს თქვა ასეთის ფაქტორები. ჩვენთან დაკავშირებით არაფერი. ეს უკვე აღარ გვეხება ჩვენი მხრივ, რომ აღარ არსებობს არგუმენტი, ყველა არგუმენტები ამოიწურა. რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ და ბოლო საკითხი რომელიც ამოიწურა იყო მიღება ამ მექანიზმის რომელიც იყო გამოყენებული ასევე რომ ცოტა დრო გაწელილი ყოფილიყო. დღეს მთავარი პრობლემა რაც შეიძლება იყოს თუ გვინდა რომ არ ვიყოთ პოლიტიკურად კორექტული, მაგრამ თქვათ რეალურად რაც არის საკითხი რაც დგას დღეს არის ის რომ შეიძლება ამ ქვეყნებთან შორის უკრაინის საკითხი იყოს უფრო პრობლემატური ვიდრე საქართველოსი. პოლიტიკურად კიდევ ერთხელ და მათი ამომრჩევლებისთვის და საზოგადოებისთვის რომ დღევანდელ დღეს როცა მიგრანტების მიმართ არის უკვე ძალიან სერიოზული საზოგადოებაში განწყობა ნეგატიური ასე დიდ ქვეყანას რომ მისცენ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს არ შედის ამ კატეგორიაში რადგან საქართველოს არის ბევრად რიცხობრივად არაპრობლემატური
და არც არ არის საქართველოში იმ ტიპის კრიზისი, რაც არის უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ერთი და მეორე შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებული თავიანთ შიდა პოლიტიკურ გათვლებზე, რაც ჩვენ წტომილება არა გვაქვს და ვერც ვერაფერს ვერ ვიზამთ იმაზე მეტი, რაც გაკეთდა ამ ბოლო დროს და პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, მე მგონი ყველა ბოლო არგუმენტები გამოყენებულია. Kalbitnes Salome არსებობს პრაქტიკა, რა შემთხვევაში ამოქმედება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი. ერთ-ერთი პირობა არის ასეთი, რომ არ უნდა გაიზარდოს არალეგალი მიგრანტების რაოდენობა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. ამ ფონზე ძალიან საინტერესოა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ წავიდნენ, ან თუნდაც თვეების წინ წავიდნენ და იქ იმყოფებიან, ადგილზე მუშაობენ და იმყოფებიან არალეგალებად. იქ ამოქმედებული არის უკვე და ეს არ არის ახალი რეადმისიის შეთანხმებები, რომლის მიხედვით შეიძლება რომ ნებისმიერი არალეგალი თუ აღმოჩნდა იმ ადმინისტრაციულ სიტუაციაში, როცა გააფრთხილებენ რამდენიმეჯერ, ანუ ყველა ქვეყანას აქვს თავისი შიდა რეგლამენტაცია ამის მიმართ, როცა აღმოჩნდება გაფრთხილებების ქვეშ რამოდენიმეჯერ და რაღაცა შეიძლება მასზე გავრცელდეს რეადმისიის პროცესი. მაგრამ ეს არ არის ახალი, ეს არსებობდა, რაც არის ამ შეჩერების შეთანხმებაში შეტანილი არის ის, რომ თუ ეს რეადმისიების ამოქმედების რიტმი შენელდა ბევრად მეტად ვიდრე რაც არის უკვე მიღებული რიტმი, ან თუ გაიზარდა შემოსვლების, ან თუ გაიზარდა რომელიმე მაჩვენებელი ამ ურთიერთობების, რომელიც დღეს უკვე რაღაც ჩარჩოში დგას, მაშინ შეიძლება ამოქმედეს ეს შეჩერების კანონი. რეალურად არ მგონია, რომ საქართველო აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში, მე მგონი ეს არის უფრო არგუმენტი, შიდა პოლიტიკური არგუმენტი, რომელიც გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ სწორედ საზოგადოების წუხილი ამ საკითხზე, რომ კიდევ მიგრანტები და კიდევ ვიზა და კიდევ ლიბერალიზაცია არ არის პოპულარული დღევანდელ დღეს და მთავრობებმა, ევროკავშირის მთავრობებმა თავიანთ მოსახლეობას უთხრეს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხსნით საზღვარს, მაგრამ ამავე დროს ეს იქნება ძალიან მკაცრ კონტროლის ქვეშ. ეს არის მათი განაცხადი ამ კუთხით, რაც სრულიად გასაგები არის პოლიტიკურად. ჩვენ რო ვიყოთ მათ მდგომარეობაში, ალბათ ზუსტად იგივეს გავაკეთებდით. მაგრამ მე არ ამგონია, რომ დიდად ამას ჰქონდეს ფაქტობრივი რამე შედეგი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველას ძალიან გვახელვებს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და იქ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები, ჩვენი მოქალაქეები. ბუნებრივია, აი ამ სიკეთით, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია, მოახერხებენ ისინი სარგებლობას, თუ მათ აქვს საქართველოს პასპორტები, ვისაც აქვს საქართველოს პასპორტები. რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ეს შანსი საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების დასაკავშირებლად და ურთიერთობების დასათბობად. ეს შანსი არ არსებობს და არ იარსებებს, აქ უბრუნდებით ჩემ ყველაზე საყვარელ თემას, ანუ პასპორტების და მოქალაქეობის. ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით პრაქტიკულად ოკუპირებულ ტერიტორიებში ქართველი მოქალაქეები აღარ არსებობენ. რადგან ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენი კონსტიტუცია დღევანდელ ფორმით და იმედი მაქვს, რომ ამას შევცვლით, აცხადებს, რომ თუ მე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო საქართველოს მოქალაქემ, ის იმთავითვე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ეს თუ არ შეიცვალა სასწრაფოდ, ჩვენ პრაქტიკულად ოკუპირებულ ტერიტორიებში ვკარგავთ საქართველოს მოქალაქეებს და ის, რასაც თქვენ ახსენებთ, იქნებიან თუ არა მსურველები, მაშინ ასე კითხავთ საქართველოს სურვილზე არ არის აქ ლაპარაკი, აქ არის იურიდიული საკითხი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ამ ვიზა ლიბერალიზაციას ჰქონდეს რამე სწორედ შედეგი სურვილის მხრიდან, რომ გაუჩნდეთ ეს სურვილი, მაშინ პირველ რიგში უნდა იმათ არ დავაკარგინოთ საქართველოს მოქალაქეობა, ჩავთვალოთ, რომ ვინც ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, როცა ჩატარდა რეფერენდუმი, ყველანი არიან საქართველოს მოქალაქეობის პოტენციალური მატარებლები,
პასპორტის პოტენციალური მატარებლები, ეს პასპორტები მე ვიტყოდი ისეთი პრაქტიკულად უნდა მზად იყოს იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლში, რომელიმე რომ მოინდომოს და ჩამოვიდეს თბილისში და აიღოს პასპორტი, ის უნდა იყოს მზად, იმიტომ ისინი ჩვენთვის უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს არის ანაბანა იმისი თუ ჩვენ ვაცხადებთ რომ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და ანუ იქ მაცხოვრებელ ადამიანებს და მაშინ ჩდება ის მოლოდინი შესაძლებელია რომ ამ პასპორტით შეძლებ ადვილად ჩასვლას ევროპაში რაც დღევანდელი დღისთვის მათთვის ანუ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი ამ მიმართულებით არის სამუშაო ძალიან ბევრი და ძალიან სწრაფად წინასაარჩევნო დაპირება შეიძლება ითქვას რომ სწორედ ეს გახდათ რა ეტაპზე არის მუშაობა რა ეტაპზე არის საწყის ეტაპზე ცხადი არის შედგა კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით არანაირი დეტალები რაზე არის ლაპარაკი პარლამენტი ამუშავდა ამოქმედდა ეს კომიტეტები ორი კვირა არის ანუ ჯერ დეტალებზე გასვლა არასერიოზული იქნებოდა ჯერ ვართ საწყის ეტაპზე სადაც იქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც დაიწყებს მუშაობას კანონზე, მე მგონი კომიტეტში უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთიან კანონზე, რომელიც მოიცავს ყველა ის საკითხები, რომლებიც აწუხებს დღევანდელ დიასპორას. მე ვთვლი და ეს უნდა გავიზიაროთ, რომ მოქალაქეობა არის ყველაფრის საწყისი, იმიტომ ესენი თუ აღარ იქნებიან მოქალაქეები, მერე ფრაგმენტულად რომელიმე უფლების დაცვა ცოტა არ იყოს არასერიოზული არასერიოზულად ჩანს და ალბათ არ უპასუხებს იმათ მოთხოვნებს. ჩვენ ასევე დავიწყებთ ძალიან მალე ურთიერთობას დიასპორულ ორგანიზაციებთან და საკონსულოებთან, რომ მათგან გავიგოთ რა არის ის მთავარი პრობლემები, რომელიც უნდა უთუოდ შედიოდეს ასეთ გლობალურ კანონმდებლობაში. არის ძალიან ბევრი სამუშაო, ძალიან მზად ვართ და გავალთ ბოლო დეტალებამდე, ამაში მე დარწმუნებული ვარ და ძალიან იმედიანად ვუყურებ ამ საკითხს. ვიცი რომ არის ძალიან დიდი ინტერესი ჩვენ საზღვრების გარეთ, მაგრამ ასევე მე მგონი არის საკმაოდ მხარდაჭერა. მე იმის იმედიც მაქვს სხვათა შორის და ეს არის ბევრი საკითხები ასეთები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი საკითხი რომელზედაც შეიქმნება რაღაცა კონსენსუსი სხვადასხვა პარტიების გასაგებია ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს სალომე ზურაბიშვილი პასუხობდა ასეთი იყო 8 დეკემბრის 20-30 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გააქვს საინფორმაციო სააგენტო 20-30-ის გვერდზე 20-30 წერტილი ნიუს და მაი ვიდეო ჯიზე მე მაკაცინცაძე ვარ ხვალამდე გემშვიდობებით დროებით